ძალადობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში სამოქალაქო აქტივისტი და იურისტი მანდატურებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ამჯერად საქმეში მანდატურების უფროსი დავით მატიაშვილი ფიგურირებს, რომელიც ადგილზე მითითებებს გასცემდა თუ ვინ უნდა გაიყვანა ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით. ვითარება მაშინ გამწვავდა, როდესაც სასამართლოში აქტივისტების საქმეებს განიხილავდნენ. ყველა შემთხვევაში რეჟიმის მსახურმა მოსამართლეებმა გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანეს. ზოგს ჯარიმა დაეკისრა, ნაწილი კი რამდენიმე დღით იზოლატორში გაუშვეს. დეა ბაძაღუა გვერდდება ამ თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. დეა გისმენთ. გუშინ გვიან ღამით სოციალურ ქსელში გავრცელდა ადვოკატ მარიკა არევაძისა და აქტივისტ რუსკამ ჭედვიძის პოსტი, ასევე ვიდეო კადრები, სადაც ისინი ამბობენ და ადანაშაულებენ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს მათზე განხორციელებულ ძალადობაში. ამ კადრებში ფიგურირებს მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი დავით მატიაშვილი. ამ კონკრეტულ ფაქტს გამოეხმაურა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი Facebook პოსტით, სადაც მან თქვა, რომ ის გმობს მომხდარს და მხარს უჭერს იურისტ მარიკა არევაძის. მისი თქმით, ყველა ადვოკატს უნდა ჰქონდეს საშუალება იმისა, რომ შეუფერხებლად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები. გარდა ამისა, მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდა იმისკენ, რომ პირად კონტროლზე აიყვანონ მომხდარი და ასევე მოუწოდა საგამოძიებო უწყებებს იმისკენ, რომ დაინტერესდნენ მომხდარი ფაქტით. ჩვენ დავუკავშირდით თბილისის საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელს. მან თქვა ის, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, არის თუ არა რაიმე ტიპის მოკვლევა დაწყებული დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით, ამაზე ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის და უნდა მივმართოთ მათ წერილობით, რაც შეეხება პროკურატურას, მათაც დავუსვით კითხვები იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა დაწყებული მოკვლევა, ან მიმართეს თუ არა მათ განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მათგან ჩვენ ველოდებით პასუხს. თქვენ შეგიძლიათ, რომ პირდაპირ ეთერში მოისმინოთ ადვოკატ მარიკა არევაძის პოზიცია თემასთან დაკავშირებით. უწყვეტად მიმდინარეობდა ძალადობა მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან იქმყოფ ადამიანებზე, მოქალაქეებზე და მათ შორის ძალადობის ერთი ეპიზოდი იყო ჩემთან დაკავშირებითაც. ჩემზე მოახდინა ფიზიკური შეხება ერთ-ერთმა მანდატურმა, რის შემდგომაც მქონდა, რა თქმა უნდა, რეაგირება 112-თან დავრეკე, რომ მომხდარი იყო ადგილზე საპატრულო პოლიციის მოსვლა, თუმცა ასეთი არ მომხდარა. სხვა პირებმა, რომელზეც განხორციელდა ძალადობა, ასევე მიმართეს 112-ს, თუმცა მსგავსი რამ რომ მომხდარი იყო ადგილზე საპატრულო პოლიციის მოსვლა არ მომხდარა. მეტიც იქ ადგილზე იყვნენ პოლიციელები, ათობით და იყვნენ მაღალჩინოსნებიც, მაგრამ მათი თანდასწრებით მომხდარ ძალადობაზე რეაგირება იყო ნოლა. მოუწოდებ ყველას პატივისცეს ადვოკატის პროფესიას და ხელი არ შეუშალოს არც ერთ ადვოკატს თავის პროფესიულ საქმიანობაში. დამიკავშირდნენ კოლეგები თბილისის საქალაქო სასამართლოში განვითარებული მოვლენების თაობაზე და თანადგომას ვუცხადებ ადვოკატ მარიკა არევაძეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და თბილისის საქალაქო სასამართლო აიყვანეთ საკითხი პირად კონტროლზე ადვოკატთა საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. ნებისმიერი დაბრკოლების გამოვლენის შემთხვევაში, ხოლო საგამოძიებო უწყებებს თხოვ რეაგირებას ძალადობის ფაქტზე, რასაც ადვოკატი აცხადებს. საკრებულოსთან რამდენიმე დღის წინ საპროტესტო ბანერის გამოდაკავებულების პროცესი გაიმართა გუშინ საქალაქო სასამართლოში. 4 მათგანს შეუფარდეს რამდენიმე დღიანი პატიმრობა, 4-ს კი რამდენიმე 1000 ლარიანი ჯარიმა. ერთი მათგანის პროცესი კი გადაიდო. ხტომები საქალაქო სასამართლოში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ვიდნენ პირადობის მოწმობა გამომართვეს, იდენტიფიცირება მოახდინეს მყისიერად და არაფერი ახსნა განმარტება არ მოუწია, თუ რამე კანონს ვარღვევდიან, თუ ჩემი რომელიმე ქმედება უარყოფითად აკეთებდა ვინმე სხვა პირის მიერ, საერთოდ არ განუმარტიათ არაფერი, მოვიდნენ, ჩამოვლეს ხელი, გამიყვანეს როგორც იციან ზედმეტი, ახსნა განმარტების გარეშე შემომესიენ და ცდილობდნენ ჩავეტენე ამ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაში. აღნიშნულ მომენტში ამას ცდილობდნენ ზომაზე მეტი ძალის გამოყენებით, ჯლუგუნების და რაღაც ხელის
ბევრი ხელის ერთდროულად დახმარებით. შალვა ბაღდაშვილს ისევე როგორც სხვა ადამიანებს დღეს ედავებოდნენ გამოხატვის თავისუფლების გამო, მათ ყველას ჰქონდა ზედმეტად კაცრად წარდგენილი დამატებითი მუხლები იმისთვის, რათა მათი ესე ვთქვათ ბრალდება დამძიმებულიყო. პოლიციელები ამბობდნენ ის, რომ თითქოს მათ ვინმე წინააღმდეგობა გაუწია, რაც რა თქმა უნდა ესე არ ყოფილა, არანაირი მტკიცებულება არ იყო ამის. ვიდეო ჩანაწერები ვნახეთ, სადაც ადამიანები თვითონ ხდებოდნენ მანქანაში, მაგრამ პოლიციელები მაინც ჯიუტად იძახდნენ იმას, რომ ეს იყო წინააღმდეგობის გაწევა, რაც სრულიად აბსურდი იყო. ამაზე სერიოზული მსჯელობა საერთოდ შეუძლებელი იყო. ჩვენ ვნახეთ არაერთი მოწმის ჩვენება, როდესაც ისინი სხვადასხვა რამეს ამბობდნენ, რომ თითქოს ადგილზე იყვნენ, მაგრამ ვიდეო ჩანაწერებში ესე არ დასტურდებოდა, ამბობდნენ სრულიად სხვა დროს, როცა იქ იყვნენ ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი მაინც გაიზიარა სასამართლომ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო კონკრეტულად იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში მითითებული მათივე განმარტებით გაკეთებული სამართალდარღვევის შესახებ მტკიცებულებები. ბუნებრივია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ კანონი, რაც ავალდებულებს, რომ ორგანოს წარმომადგენელმა მაშინ, როდესაც გარკვეული სახის ბრალდებას უყენებს და ოქმი არის შედგენილი ადმინისტრაციული ამა თუ იმ პირის მიმართ, უნდა იყოს უტყუარი მტკიცებულებები წარმოდგენილი. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ არათუ უტყუარი მტკიცებულება წარმოდგენილი ვიდეო მასალაში ჩანს ქალბატონი ნატო, რომელსაც უჭირავს ბანერი, არც ერთი კანონის ნორმა და არც ერთი მუხლი არ ითვალისწინებს იმას, რომ ბანერი ნებისმიერი სახის არის კანონსაწინააღმდეგო და ის წარმოადგენს სამართალდარღვევას. დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, ექნება თუ არა კონკრეტული გამოხმაურება, ოფიციალური გამოხმაურება, როგორც საქალაქო სასამართლოს, ასევე საგამოძიებო უწყებას, როგორც დასაწყისში გითხარით, იურისტი მარიკა არევაძე და აქტივისტი რუსკა მჭედლიძე მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.